ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობებში მორიგი სატელეფონო ზარის დრო დადგა. უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა მოსკოვს შეუთვალა, რომ საუბარი სურს. კრემლში ზარს ყურადღებით ეელიან, თუმცა ამჯობინებენ ამაზე ბევრი არ ისაუბრონ, რადგან ამერიკის კეთილგანწყობაში ცვლილებები მათთვისაც საგრძნობია. ეს საუბარი მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს. და არა მხოლოდ ამას. თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია მოთმინებით ელის რუსეთის პასუხს ერთვიან ზავზე. თუმცა კის ან არას ნაცვლად ვაშინგტონი მოსკოვისგან დროის გაჭიანურებასა და ფუჭ დაპირებებს იღებს. სწორედ ამიტომ ბლუმბერგი წერს, რომ ამერიკამ ევროპელ ლიდერებთან შეთანხმებით უკვე შეიმუშავა მოსკოვისთვის გამანადგურებელი სასანქციო პაკეტი. საუბარია 500%-იანი ტარიფების დაწესებაზე ამერიკის იმპორტიორ იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისგან ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეიძენენ. ეს ვარიანტი მაგიდაზე თავიდანვე იდო. იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვის დათმობებამდე მიყვანა გაჭირდებოდა. შესაბამისი პროცესები კაპიტოლიუმშიც დაძრულია. ამასთან საჯაროდ დონალდ ტრამპი ჯერჯერობით რიტორიკას არ ცვლის. ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარის მთავარი საკითხი იმ სისხლის ზღვის შეჩერებაა, რომელსაც საშუალოდ 5,000-ზე მეტი რუსი და უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ეწირება. ასევე ვისაუბრებთ ვაჭრობაზე. ამის შემდეგ დაველაპარაკები პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან და მასთან ერთად ნატოს სხვადასხვა წევრს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულებთ ომს, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო. უფალმა დაგლოცოს.